ცხოვრება იესოსთვის. ო ცოდვილთა მხსნელო, სახელი შენი დიდად პატივდებულია. დიდება შენი აღმატებულია. თანაგრძნობა შენი უცვლელია. შემწყნარებლობა შენი საოცარია. წყალობა შენი რბილი და მშვიდია. გაკურთხებ სახარების აღმოჩენათათვის, მოწოდებათა და დაპირებათათვის. ვინაიდან მათშია შეწყალება მეამბოხეთათვის. თავისუფლება ტყვეთათვის. ჯანმრთელობა სნეულთათვის. ხსნა და ღუპულთათვის. მოვდივარ შენ წინაშე შენი საყვარელი ძის იესოს სახელით. აღბეჭდე კვლავ შენი ხატება ჩემს სულზე. ამამაღლე, რათა არად მივიჩნიო ქვეყნიერება მოწონებით მიღიმის თუ მკიცხავს. არად ჩავაგდო კაცთა მიერი განკითხვა. და შენი მოწონების დასტური ერთადერთი მიზანი იყოს ჩემი. სიტყვა შენი ჩემი ერთადერთი კანონი იყოს. მომანიჭე ძალა, რათა მძაგდეს ის, რაც ანაულიანებს შენ სულიწმიდას. ეჭვით ვუმზერდე ქვეყნიურ ნუგეშისცემად. თავს ვარიდებდე დაუდევრად ცხოვრებას. ვკიცხავდე ბოროტებას. თავმდაბლობით შევაგონებდე მოწინააღმდეგეთ. მშვიდი და მომთმენი ვიყო ყველას მიმართ. რათა ვიყო არა მხოლოდ სახარების მაღიარებელი, არამედ შემსრულებელიც. და ყოველ ურთიერთობაში, საქმესა და მდგომარეობაში თვალსაჩინოდ. წარმოვაჩენდე სახარების აღმატებულებას, მშვენიერებასა და უპირატესობას. რაოდენ მცირედ ვამოწმებდი საქმეებით ჩემს პრინციპთა შესახებ. და რაოდენ სუსტად ვცდილობდი სულიერ ნიჭთა მეშვეობით სულიერად გამდიდრებას. რაოდენ იშვიათად ვემსახურებოდი ჩემს თაობას. რაოდენ ხშირად მომქონდა ტკივილი ჩემი გამომსყიდველისათვის. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებისთვის მექადაგა მის შესახებ. რაოდენ მცირეა მათი რიცხვი, ვინც იკურთხა ჩემი მეშვეობით. ბევრ რამეში შეურაცხყავი და მოკლებული ვარ დიდებას შენსა. მომიტევე ურჯულოება ჩემი, რამე თუ დიდია იგი.